დილამშვიდობისა საქართველო კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად შემოგვიერთა მიხეილ ცაგარელი იმისთვის რომ გითხრას როგორი კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს ზოდიაქოსი და ვნახოთ ერთი რას ჩუქნის ამ კვირაში სამყარო და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. დილამშვიდობისა. ბედნიერი დილა, დღე, კვირა, ყოველივე კარგი სწორად პირველ რიგში დადებითი განწყობა, ასე უნდა შევხვდეთ. ახლა ზოგადად ჩვენს მოწონს ესეთი ამინდიკა და სარეო ენერგიაზე მოდის, ზოგი პირიქით ძილისკენ. და ასე ვთქვათ, თავარი ეს არის, რომ ბუნებას ყველა ამინდი კარგი აქვს. თავარი განწყობა კონდეს დადებითი. ეხლა მოვლენები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ კვირის განმავლობაში, პირველ რიგში დედამიწა მაინც პოზიტიურ ენერგოველში და ეს უდავოდ კარგია, მაგრამ ნელ-ნელა ემზადება იგი უარყოფით ენერგოველში გადასასვლელად და ამიტომ პატარა ესეთ კოსმიურ გამოცდებს გვიწყობს ყველას, ანუ რაღაც წყალქვეშა დინებები აუცილებლად გვექნება. მაგრამ მთლიანობაში კვირა მისაღებია და კარგია. ეხლა რა მოვლენები აქვს მოსაუდნელი, რასაც უნდა ყურადღება. 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. ხა მეტუმეტეს მეტეო დამოკიდებული ადამიანები ძალიან რეაგირებენ ესეთ მოულოდნელ ცვლილებებზე, მათ შორის ტემპერატურული ცვლილებები გვაქვს ჩვენ საკმაოდ დიდი, ამიტომ მეაქცეთ ყურადღება თუ რაღაცა პრობლემებია და გულსის ზარღვან სისტემასთან ან წნევის ცვალებადობა ამ დღეებში რაღაც დისკომფორტი აუცილებლად წნევას პირობში ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა ამ დღეებში მithumetes სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს მეაქცეთ ამას განსხვავებული ყურადღება. ეხლა რაც შეეხება 4 შაბათ დღეს, რა ხდება? 4 შაბათს ჩვენ გვაქვს ესეთი პლანეტა მერკური. გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა იგი და იგი გადაასვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, თითქმის 10 მაისამდე იქნება ვერძში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოიმატებს ადამიანის შორის კომუნიკაციის უნარი, მოიმატებს გონება מחვილობა, უკვე თითოეულ ჩვენთაგანზე, თქვენ ზოდიაქოს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ახდენს ზეგავლენას ეს ხივი მერკურისა ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან, რომელიც მოდის და ეს ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე ყველაში გააძლიერებს გონება מחვილობას. მოგცემ საშუალებას იმისა, რომ უფრო მეტად გამოვავლინოთ ლიდერული ორგანიზებული თვისებები, უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, პრინციპულობა, სამართლიანობის გრძნობა, მაგრამ გააძლიერებს ვერტის უარყოფით თვისებებსაც, როგორც არის მაგალითად კამათის ადმემდრეკილება, როგორც არის სულსტრაფობა, როგორც არის მაგალითად ზოგჯერ ეგოისტური ტენდენციების გამოვლენა. ეს ყველაფერი პლანეტა მერკურის გადასვლასთან ერთად 10 მაისამდე მეტად შეცდავს თითოეულ ჩვენთაგანის ხასიათში, ეს ერთი. ეხლა მეორეშოვანი მოვლენა უკვე ნაწილობრივად ხშაბათს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით ხუთშაბათს და პარასკევის პირველ ნახევარში გამოვლინდება რა? 4 ნიშანი ითხოვს აქ განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს არის კერჩხიბი, ეს არის ტყუპები, ეს არის შილდოსანი, ეს არის ასევე მოდით ასე ვთქვათ, თხის კაც ნაწილობრივ. ცოტათი შეეხება მორიელს, მაგრამ უფრო თხის კაც და რა ტენდენციები ახლა აქ მოსაუდნელი. პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ ქრონიკულმა დაავადებებმა თუ ესეთი გაქვთ, შეიძლება აკეჩინონ თავი და შეგახსენონ თავი. ამ ხრივ იყოთ ყურადღები და კიდევ აურის ენერგოდამიწურების საფრთხე მატლობს. ამიტომ ცოტა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და ისეთ ადამიანებს ვისთანაც მაგალითად არქსია უნდათ ყოფნა, ან ვისი თვალი წარმოგწოთ, რომ აქ ენერგოდამიწურებას არ კონდეს ადგილი. ამას გარდა ხუთშაბათს ასევე განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს და ცხოველებს, იმიტომ რომ მათში გაღიზიანება მატლობს, ამიტომ რაღაც არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი, то ბავშვებს აქ ძალიან უნდა თავისი პრეტენზიების გამოვლენა, ცხოველით შეიძლება იყოს რატოღაც უფრო აგრესიული, ამ თვალსაზრისით ვიღოთ აი ამ დღეს ცოტა ყურადღები და ფრთხილები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ეხება პარასკევ დღეს, აქ რა ხდება? მარსი, ეს არის საქმიანობის ენერგიის მმართველი პლანეტა, დიდი ხანია იგი იმყოფებოდა, მათ შორის რეტროგრადულ მდგომარეობაში და იმყოფებოდა იგი ასევე ისეთ ნიშანში, როგორც არის კერჩხიბი. აი ახლა იგი გადმოდის სწორედ კერჩხიბიდან, გადადის ლომის ზოდიაქოში. ანუ ერთი ცეცხლის ნიშანი ხო გვაქვს, ვერძში გადადის მერკური. ეხლა მეორე ცეცხლის ნიშანში გადადის მარსი. ესე იგი ცეცხლი ნავეტანის შემოგვიტევს. ესე იგი ადამიანთა უმრავლესობა გახდება უფრო აქტიურად, ანუ ლომში იქნება თითქმის 2 თვე, დაახლოებით 17 ივნისამდე. ესე იგი აქ მოიმატებს ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, ყველას უნდა ლიდერული თვისებების გამოვლენა, ორგანიზატორული მონაცემების ყველას უნდა წინა პლანზე წამოწევა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამას გამოიწვევს მარსი, თუმცა ძალიან კარგია მაგალითად მხატვრებისთვის, ხელოვანი ადამიანებისთვის, შემოქმედებითი ნიჭი უნარი გაძლიერდება, განსაკუთრებით თეატრალებისთვის, მაგალითად სამსახიობო ნიჭი გაძლიერდება და არა მარტო მათ თითოეულ ჩვენთაგანში, ჩვენ ვიგრძნობთ თითოეული, რომ რაღაც მსახიობური ელემენტები უფრო გაგვიძლიერდა, შოუს
სპექტაკლების დადგმის სურვილი მოიმატებს, თუ ყველაფერი იყო შოუ, რო ითქვა ნებისმიერი ცხოვრებისული სიტუაცია, მაგრამ ამასთან ერთად რო ეს მოგწევს ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, მებრძოლ სულისკვეთებას, ორგანიზატორულ მონაცემს, ამასთან ერთად გააღვევს ლომის სამპარტაონობას, ლომის ამბიციებს თითოეულ ჩვენთაგანში, ლომის სიზარმაცესად მემიდრეკილებას, ლომის სიჯუტეს, პრეტენზიულობას, მოდი ასე თქვა და ზოგჯერ დიქტატორულ ტენდენციებსაც, რადგან მარსი გადადის ლომის ზოდიაკოში, ლომი რა არის? სიყვარული და შვილები. მარსი ეს შეიძლება იყოს კარგი, ანუ აქ შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობებისადმი მემიდრეკილება გაძლიერდეს რომანტიკული თავგადასავლებისადმი ადამიანებში და პირადი ურთიერთობაც დაალაგდეს და შვილებთანაც ურთიერთობა გაუმჯობესდეს, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს, იმიტომ რომ მარსი ამავდროულად არის როგორც აღშენებელი, ასევე არის დამანგრეველი. თქვენზეა დამოკიდებული ამ მარსიან ენერგიას რა ფორმას მისცემთ. თუ მეცი დამანგრეველი, მაშინ რასაკვირველია უკვე შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან უახლოეს ორ თვეში გეკნებათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები, საქმეთა გარჩევა, კონფლიქტები და ამავდროულად. თქვენზეა დამოკიდებული არჩევანში აქ აბსოლუტურად თავისუფალი ხართ ამ მარს როგორ გამოიყენებთ. თუმცა ის რომ გაღვივდება მაგალითად გასართობი ინდუსტრია, სადაც შედის კაზინო, რესტორანი, ატრაქციონები, პარკები, ლატარეები, იგივე დავუშვათ ბავშვთა გასართობი ცენტრები, სადაც ადამიანები ერთობიან, ეს კი აი ეს ინდუსტრია გაძლიერდება მათ შორის ფინანსური კუთხით. თუმცა დიზაინისთვის, არქიტექტურისთვის, იგივე ხელოვნების ფართო სპექტრისთვის ასევე საკმაოდ კარგია ეს პერიოდი. სახელმწიფო სტრუქტურებში ასევე ექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები მარსის გადასვლასთან დაკავშირებით, მათ შეიძლება მეთოდოლოგია შეიცვალოს საერთოდ მუშაობისა და ასე შემდგომ. და კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც გვერდს ვერ ერთი კი არა, ორი მოვლენა გვაქვს. კიდევ ერთი არის ის, რომ ჩვენ რეალურად უკვე 14-ში 14 რიცხვში გვეცვლება პლანეტა ვენერას, ასე ვთქვათ, რეტროგრადულობა. ანუ ის იყო რეტროგრადული, ეს უფრო შემდეგ შეიძლება გადავიტანოთ. ხო, ნუ შეიძლება იქით კვირაში უფრო მეტად გამოჩნდეს ეს, მაგრამ ნუ ასეა თუ ისე ვენერა უკვე ხდება რეტროგრადული, რაც მოიცვიხდი დირექტული, ანუ რეტროგრადული იყო იგი აქამდე, ანუ უკუმავალი და დირექტული ხდება, ესე იგი ასწორებს თავის ტრაექტორიას, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე გაცილებით უკეთესი პერიოდია პირადი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და კონტაქტებისთვის, აქ მაგალითად ფინანსური შესაძლებლობების გამოვლენა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივები უფრო მეტად მოიმატებს ყველა ადამიანში და ეს უკვე პერიოდი ძალიან კარგია მათ შორის შემოქმედებითი ფინჭის და უნარის გამოსავლენად. ეს რეტროგრადულობა აფერხებს. რეტროგრადულობა გვაბრუნებს უკან. შეიძლება აი ძველი სასიყვარულო პარტნიორები გამოჩნდნენ, ძველ ფინანსურ წყაროებთან რაღაც ამდაგვარ საკითხებთან გვაბრუნებს და ახალს ხელს უსლის. ეხლა ვერეკით შეიძლება ახალი ურთიერთობა, ანახლებურად ურთიერთობების განვითარება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ვერაულით ამას გვერდს, მით რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კუროებისთვის. 19 რიცხვში, ანუ შაბათს უკვე, მოდი ასე ვთქვათ, მზე გადაინაცვლებს კურო ზოდიაკოს ნიშანში ერთი თვით. 23 საათზე 56 წუთზე, ვინც ელოდებით ბავშვებს, ეღოლებათ ვერძები. მაგრამ 23 საათზე 57 წუთზე უკვე იცოდეთ, რომ ყავთ კუროები. აი ესეთი, ასე ვთქვათ, ანუ 20-ში ვინც დაიბადება რეალურად წელს. არა, 20-ში დავით, მე 19-შიც კი, 23 საათზე 57 წუთზე უკვე კურო იბადება. და 20-ში დავით, ხო? ხო, მაგრამ ზოგ წელს ამ 20-ში დაბადებული ვერძია, ზოგჯერ კურო. ეს დამოკიდებულია იმაზე, ნაკიანია თუ არა წელიწადი გვაძლევს ერთდღიან განსხვავებას. ამიტომ ეს აი შუამავალი პერიოდია, როცა არის გარდამავალი, აქ არის დამოკიდებული აი ნაკიან წელიწადზე და დაბადების საათზე. ზოგი ისეა, ზოგი არის არ გაგიგვერდეთ ამ რიცხვებში. ეხლა მოდი ამშვეთ, რომ კურო რაც გვაძლევს უახლოეს ერთ თვეში. აი ეს თუ გიშველის ეხლა, თორე ორი პლანეტა გვაქვს ცეცხლის სტიქიაში. ეს ადამიანებში აღვევს არნახულ ცეცხლს ენერგიას და მებრძოლ სულისკვეთებას, ზოგჯერ შეიძლება აგრესიაში გადავიდეს და სულსწრაფობაში და აი 19-დან კურო ცოტა რო იტყვიან დაამშვიდებს, მიწას გადააყრის რო იტყვიან ამ ცეცხლს. ცოტა დაამიწვევს, პრაგმატულობას შეძენს, ცოტა ორგანიზებულობას, დისციპლინას თითოეულ ჩვენთაგანს, სტაბილურობისადმი მიდრეკილება მოიმატებს, ერთგულების ფაქტორი გაძლიერდება, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება წამოიწევს წინაპრებზე. რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ცეცხლი ერთად გააშენება, გააგიშოს ზოგიერთი ადამიანი და ამიტომ ეს ცოტა მიწის სტიქი აქ ცოტა მოგცემს ამის დაბალანსების, უნდა 19 რიცხვის მერე მოხდება. აი ეს მოვლენები არის ძირითადი, რომელიც ჩვენ გველოდება ახლოს ერთ კვირაში და ეხლა მოდით უკვე ცალკეულ ზოდიაკოს ნიშნებს შევხვდეთ, ჩვენ ამ შეტყობინებთ რაღაც პატარა უკვე წყალქვეშა დინებებს ეს კვირა გვიჩენს
და ვის რასთან აქ დაკავშირებით, ნუ დავიწყოთ ვერძით. ნუ რასაკვირველია, ყველაზე მთავარი ფავორიტი მაინც ამ კვირაში ჯერ კიდევ ვერძია, მზემი ზოდიაკოშია, პლუს ემატება მერკური გადავა მის ზოდიაკოს ნიშანში, ამიტომ ეს ნიშანი არის ყველაზე აქტიური, ენერგიული, უბლიანი, წარმატებული შესაძლებლობებით ახსოვსე, ამიტომ კიდათ იდეების რეალიზაცია, პროფესიონალური წინსვლა, პირადი ურთიერთობები და ყველაფერი მიდის გადასარევად, მაგრამ ერთ რამეს მიაქციეთ ახლა ყურადღება. ეს არის ერთგვარი თქვენი კარმული ტრანსფორმაციის პერიოდი. და რა შემდგომარეობს და ეს არის გარკვეული ცოტა წყალქვეშა დინება, შეიძლება ყველა ვერც არ მოეწონოს, მაგრამ დამეჯერეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შემდგომი განვითარებისთვის რა? მაგალითად, ილუზიების მოხსნა. სამყარო ისე იზავს, რომ ხა რაღაც ხარგადასული თქვენი ფანტაზიები, ილუზიები ნელ-ნელა მოიხსნება, შეიძლება ეს დაცემა ცოტა პრაგმატულად, თქვა ცხოვრებამდე ცოტა მძიმე იყოს ზოგიერთ თქვენთაგანისთვის, მაგრამ აუცილებელია, რომ თქვენ განთავისუფლდეთ ზედმეტი ილუზიების და ცოტა რეალურ ფაქტებს დაეკვირდოთ მეტად ცხოვრებაში, ეს ერთი. ცოტა შეწირდება თქვენში ისეთ თვისებები, რომელიც ხელს გიშლია ხშირად, ეს არის ეგოიზმი, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა, ანუ ზვარგადასული ამბიციები. აი ამის მოშორები ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს ცოტა მტკივნეული, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენი კარმული სულიერი ზრდისთვის და ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომელიც ხელშეუწყობს თქვენს კიდევ უფრო მეტად შემდგომ წინსვლას და განვითარებას. ეხლა რაც შეეხება კუროს. კუროს ერგოტონუსი ნელ-ნელა იმატებს, მაგრამ ნუ 19-დან დაიწყება მისი აღმავლობის პერიოდი, ვარსკვლავური დრო რო იტყვიან, ამიტომ იქამდე მაინც იღავით ცოტა ყურადღებით, რომ წინა პერიოდმა კუდი არ მოგვიქნიოს. ანუ ჯანმრთელობას ჯერ კიდევ ყურადღება ძალიან ნუ გადავიღლებით, საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს ნუ ავიღებთ ჯერ კიდევ ამ პერიოდში, მაგრამ რაღაცა შეიძლება მოამზადოთ. იგრძნოთ, რომ შეიძლება უფრო შეუპოვრობი ხართ, უფრო მეტად ენერგიულები რაღაც საკითხებში, ცოტა იღბლიანობაც მოიმატებს, ეს ტენდენციები არის, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ჯერ მოშურნეებს არ ძინავთ, ფარული მტრების თქვენ საწინააღმდეგო ჯერ კიდევ მოქმედებენ, ინტრიგების ჭორების ალბათობაც მაღალია, ამიტომ ჯერ ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ნუ გათხოვთ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ, რათა სხვებმა ეს არ გამოიგონოს. ოდესმე შვიდად გავეაროთ ეს პერიოდი და მოსამზადებლად. აი ამ კუთხით რომ მოვემზადოთ. შეიძლება რაღაც ახალი საინტერესო ინფორმაცია, ახალი საერთო ურთიერთობები ან რაღაცა გეგმები შემდგომისთვის. აი ამისთვის გამოიყენოთ ძირითადად ამ კვირის პერიპეტიები. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც არის ტყუპები, ნუ ტყუპები ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ენერგიით ახსოვსე და კომუნიკაციით ახსოვსე. ამიტომ ძალიან კარგი პერიოდი, მათ შორის რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, ახლებურად შეიძლება იმოქმედოს, ახლებურად წარმოადგინოს იდეები, პროექტები, თავისი აზრები, უდავოდ მიმზიდველი ამ კუთხით რეფორმატორია, შეიძლება ესე ითქვას, ნოვატორია, აქტიურად ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმეებში, იგივე დაუშვათ თუნდაც საქველმოქმედო აქციებში, ავტორიტეტის ზრდის კარგი შესაძლებლობები აქვს, მეგობრული კონტაქტები უმჯობესდება, მაგრამ აქ არის წყალქვეშა დინება, რომელსაც ჭირდება ყურადღება. კი, ბევრი იდეები აქვს საინტერესო ერთი მეორეზე უკეთესი დარწმუნების გადასარევი უნარი ეს ყველაფერი კი, მაგრამ შეიძლება შეიჯახოს ისე ძლიერ ავტორიტეტულ აზრს, რომელიც შეიძლება გამოიყვანოს უნასწორობიდან. და აქედან გამომდინარე შეუქმნას პრობლემები და საფიქრალი. აი ამისთვის იყავით მზად. სხვა მხრივ, მეორე კვირა ყოველხრივ ძალიან კარგია. ეხლა რაც შეეხება კირჩხიბების წყალქვეშა დინება არის აქ რა? უმადურობა. შეიძლება გადააწყდეს უმადურ მოქმედებას სხვათა მხრიდან. ამან შეიძლება ძალიან იმოქმედოს მასზე, ემოციურად ძალიან გააღიზიანოს, და ამასთან ერთად ზედმეტად ბევრი შეიძლება აიღოთ საკუთარ თავს. და აქედან გამომდინარე გადაღლას გამოიწვევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქმე სულ არ ჭირდება იმდენი, რამდენიც შეიძლება თქვენ ჩადოთ საკუთარი ემოცია, გონი, ენერგია და შემკომ. ამას მერე მიხვდებით, ონგვიან იქნება. ამიტომ აქედან გამომდინარე, ესე იგი გაიაზრეთ, აი რამდენი ჭირდება დრო, ენერგია ამ თუ იმ საქმეს, რომ არ გადაიღალოთ. სხვა მხრივ პერიოდი არ არის ცუდი, იმიტომ რომ ნელ-ნელა მატულობს თქვენ ერგოტონუსი, ძლიერდება ინტუიცია, რომელსაც დაყრდნობით გაცილებით სწორ არჩევანს აკეთებთ და უფრო სწორად მოქმედებთ, სხვა შორის თუ შეინარჩუნებთ კარგ დიპლომატიურ ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან, სხვა შორის ეს ხელშეუწყობს უკვე ხელმძღვანელთა მხრიდან თქვენ და მე შემდგომ თანადგომას და თქვენს პროფესიონალურ განვითარებას. ეხლა ლომებს რაც შეეხება, ლომი ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ახსავსეა ენერგიით, ამიტომ ბევრი რამ შეუძლია. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობასაც იღებს, ლიდერია, ხელმძღვანელია ტიპიური, ძალიან კარგი პერიოდი ამისთვის საუბრობის მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტები. კი ბატონო, ოპტიმიზმით ახსავსეა, მაგრამ სად არის წყალქვეშა დინება, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი? აი, ეს არის დახმარების პერიოდი. უცებ შეიძლება გაუჭირდეს პრობლემების შექმნას მის მეგობრებს, მის ახლობლებს. აი აქ ლომს მოუხდება საკუთარი, ასე ვთქვათ, გეგმებისგან გადართვა ენერგიისა, დროისა
სწორედ მათ პრობლემების გადაწყვეტაზე. აი ამას შეიძლება სერიოზულად ხელისშემშელი ფაქტორის როლი ითამაშოს. თუ ამას გვერდსაულითა რაღაც გადაანაწილებთ სწორად, მაშინ მეორე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება, რომელიც ყველანაირად ხელშეუწყობს თქვენს განვითარებას და წინსვლას. ქალწულს ესე იგი ვთხოვ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, ზედმეტ საკუთარ თავზე იღებს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი აქვს, შედარებით ადვილად იღლება, ემოციური ფონი ცოტა ნევროზული აქვს. შეიძლება აქ აღმოჩნდეს მაგალითად პირობების არ შესრულების წინაშე სხვათა მხრიდან, ამანაც გულაცრუება გამოიწვევს. ამიტომ ესე იგი ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არ გვინდა აქ არავითარი სერიოზული ხელშეკრულებები, კაპიტალდაბანდებები, ამისთვის ეს პერიოდი არ ვარგა. შემდეგი კვირიდან კი ბატონო. მაგრამ ამ კვირაში ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ურთიერთობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ენას ყველი დავაჭიროთ. საიდუმლო დავიცვათ, საკუთარი საიდუმლო არ გავთქვათ. მაშინ უფრო მშვიდად გაევლით და უთქივნეულოთ ამ პერიოდს. სასწორს რაც შეეხება სასწორო ენერგოტონუსს არ ურჩევის, პირიქით ძალიან ენერგიული, აქტიურია, საკმაოდ ასე ვთქვათ, მიმზიდველიც არის და ქარიზმატულიც, გონება მშვენივრად მუშაობს, გადასარევი იდეები აქვს ერთი მეორეს უკეთესი, მაგრამ აქაც ყალყიშა დინებები გვაქვს. რა? ეს არის პირველი და უმთავრესი პრეტენზიულობა მატულობს მისი ამა თუ იმ საკითხის მიმართ. რამაც შეიძლება საფასურო რეაქციები და კონფლიქტები გამოიწვიოს, ანუ უნდა რაღაცა შეცვალოს. ეს ცოტა პრეტენზიული ტონით გამოსდის. ამასთან ერთად, აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომელსაც შეიძლება მასაც დაჭირდეს სხვებისთვის დახმარების გაწევა, ან სხვა საკითხზე გადართვა ყურადღებისა, რის გამოც თავის ძირითად გეგმას ვერ ასრულებს, რაც ცოტა ნერვმოშლელი ფაქტორი ხდება მისთვის. აი ეს ხელისშემშელი დინებები გაითვალისწინეთ, მაგრამ სხვა კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის აქ პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება. თუ ეს ურთიერთობა მდგრადია, სტაბილურია, მაშინ გადასარევად იგრძნობ თავს და პარტნიორობის დახმარებას მიიღებთ. მაგრამ თუ აქ არის ცოტა პრობლემური სიტუაციები, პირიქით, პარტნიორთა ასე ვთქვათ, უარის თქმა თქვენს დახმარებაზე შეიძლება საკმაოდ ძიმეთ აღიქვა და ამან დამატებითი პრობლემები შემოიტანოს. მორიელს, მოდი ასე ვთქვათ, საომარი კვირა აქვს, ისე ვთქვათ, მაგრამ მორიელს უყვარს ომი. პრინციპში, მოდი ასე ვთქვათ და ამიტომ მისთვის პრობლემას ეს არ წარმოპირიქით, ცოტა მაზოხისტი ნიშანია. სიმშვიდე არ უყვარს, სიმშვიდეში ხდება ეს ნიშანი და როცა საომარი ვითარება და ხმალი უნდა დაეჭიროს, მაშინ ცოცხდება და ხდება საოცრად მიმზიდველი. ეხლა არის მიმართ, მიდის დიდი ბრძოლა ამ კვირაში ძალაუფლებისათვის. გავლენის სფეროებისა და ამ სფეროების გადანაწილების კუთხით და როგორ შეიძლება ხმორიელმა ამ საკითხებში მონაწილეობა არ მიიღოს, ხო? ამასთან ერთად აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის აქ პარტნიორული თანადგომა, რაც ძალიან სერიოზულ დახმარებას ნიშნავს და უნდა აუცილებლად აკონტროლოთ სიტუაცია. არ გაგექცეთ სიტუაცია, თქვენს კონტროლმიგება არ უნდა დარჩეს ნებისმიერი. რაც ხდება თქვენს ირგვლივ აი ამ ბრძოლაში. პლუს ამას ადაპტაციის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწრაფად ცვლადი სიტუაციები იქნება. რაც უფრო მეტად ადაპტირებას მოახდენთ ამ სიტუაციით, უფრო მეტად იქნებით წარმატებული და პირიქით. ეს ის პერიოდია, რომელიც ითხოვს ამავდროულად ცოტა ყურადღებას ჯანმრთელობისადმი, იმიტომ რომ ჯერ ერგოტონუსი არ გაქვთ ისეთი, რომ 24 საათი ხა ხმლით ირბინოთ, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ ცოტა დაასრულეთ საკუთარი თავი, როგორც ამის საშუალება მოგეცემა და დაასტაბილურეთ ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. მაშინ გაცილებით უკეთესი კვირა იქნება და შემდეგ კვირიდან წარმატების ფაქტორი კიდევ მეტად მოემართებს. რაც შეეხება ახლა უკვე მშვილდოსანს, აქ კონკურენტული ბრძოლა უძლიერდება ამ ნიშანს გაითვალისწინოს, თუმცა ზოგიერთმა პარტნიორმა შეიძლება უბრალოდ ვერ მოიცალოს შვილდოსნისთვის თავის პრობლემები ჰქონდეს და ამიტომ დარჩეს შეიძლება პარტნიორთა მხარდაჭერის გარეშე, ამიტომ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა, თუმცა ენერგიას არ უჩვევის. ენერგია მაღალი აქვს ახლა ენერგოტონუსი, ოპტიმიზმი, აქტიურად მოქმედების უნარი, ზოგიერთი მიზნის განხორციელება, შესაძლებლობები უდაოდ აქვს კარგი. მას და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი ავტორიტეტს აგზნობა და აიმაღლებს, რაც ეს კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორული კონტაქტებისთვის, შვილებთან ურთიერთობისათვის და ასევე აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომელსაც მას შეუძლია შემოქმედებითი კარგი შესაძლებლობების ნიჭის უნარის თვალში საცემად წარმოჩენა წინა პლანზე და ამით ავტორიტეტის და თუმცა მეორე, მაინც პირველში ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, იმიტომ რომ შეიძლება პარტნიორებს უბრალოდ არ ეცალოთ და სხვა სახის პრობლემებში აღმოჩნდნენ ესენი. რაც შეეხება თხისკას ენერგოტონუსი აქ აშკარად დაბალია, მოიმატებს კვირის ბოლოსკენ, მაგრამ ეხლა ცოტა დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლება. არავითარი სარისკო მოქმედებები, არავითარი კაპიტალ დაბანდებები, აქ შეიძლება სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს გადააწყდეთ ამასთან დაკავშირებით და მიაქცევთ ყურადღება, რომ აქ ფარომტრებს არ ძინავთ. კონკურენტული ბრძოლა საკმაოდ ძლიერია, ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, თუ ეს ეხება უკვე სხვა თხისკასაც და
მერწყულს და კიდევ სასტორს ამ სამ ნიშანს, თუ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხია, ხელშეკრულების დადება გინდათ რაღაც ამდაგვარი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია იურისტებთან. რომ აქ რაიმე სახის შეცდომა არ დაუშვათ იურიდიული კუთხით. რამაც შეიძლება მერე დამატებითი სირთულეების შექმნას. შემდეგ კი რა თქვენთვის გაცილებით უკეთესი და წარმატებულია. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება ძალიან კარგი პერიოდია, მათ შორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს იდეების რეალიზაციას, მრავალფეროვანი კონტაქტების შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, ძალიან ბევრი კარგი შანსები გაქვთ, მაგრამ სად არის წყალქვეშა დინება? ეს არის სწორედ თქვენი განსაკუთრებულად ძლიერი მიდრეკილება ძალაუფლებისადმი. ნუ გადაამეტებთ ძალაუფლებას. თორე აქ მაშინ შეიძლება ფარული მტრები შეიქმნათ და უკვე მათგან წამოვა სერიოზული შემოტევა თქვენზე, რაც სერიოზულად შეაფერხებს თქვენს წინსვლას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენს გჭირდება და უცებად, ასე ვთქვათ, გამოცდილ იურისტებთან გარკვეული კონსულტაციის გავლა მნიშვნელოვანი მithumetes საკითხების განაზღვრების დროს. და რა შეეხება თევზებს, მთავარი პრობლემა წყალქვეშა დინება არის რა? დაბალი იმუნიტეტის ფონზე შინაგანი შიშების და პატარა შინაგანი განცდების მომატება. აი ამას თუ გვერცაულით და უფრო ოპტიმიზმით განვიშვალებით, მაშინ პერიოდი სულაც არ არის ცუდი. ხელს ყოფს იგი როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს, თანამშრომლობას, არაერთი საკითხის გადაწყვეტას და აღნიშნეთ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც კი. აი ძველი საქმეები. ეხლა მოგიტანენ მატერიალურ დივიდენდებს. ზოგიერთ თქვენთაგანი ეხლა შეერთება ისეთ საქმეებში, რომელიც ასევე მატერიალური კუთხით იქნება წარმატებული, რაც ხელშეუძლებს შემდგომი თქვენი იდეების მეტად რეალიზაციას. ამიტომ ეს 12 ნიშანია და მე ყველას უსურვებ წარმატებებს. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და რეკომენდაციები და დაგველოდეთ ჩვენ ამ ფორმატში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის. წამოხდა ამ შილდოსანი, ვერ ითვლეს. არა, ეს ფოტოს გადაგეკეთე. ახ